კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მოთამაშედ აქცევს. ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ მასშტაბური გეგმა, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე 1035 კილომეტრის სიგრძის ელექტროკაბელის გაყვანას და საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ითვალისწინებს, ბევრად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ახალი სტატუსი აჩენს შესაძლებლობას პროექტმა ევროკავშირისგან დაფინანსება მიიღოს. ევროკომისიის სია, რომელიც ჯამში 235 პროექტს აერთიანებს, ახლა ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უნდა განიხილონ. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი ევროსტრუქტურებს ორთვიანი ვადა აქვთ. მანამდე მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ევროკავშირის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე ჩატარებულია. იტალიური კომპანიის დასკვნის თანახმად გეგმა პერსპექტიული და განხორციელებადია. მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რას ცვლის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ახალი სტატუსი და რა სარგებელს მიიღებს საქართველოს გეგმის რეალობად ქცევის შემთხვევაში. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ენერგიის გამტარი ქვეყანა. საქართველოს ენერგეტიკის საექსპორტო ქვეყნად გარდაქმნის ერთ-ერთი მთავარი გასაღები კი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელსაც ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. რას ნიშნავს ეს სტატუსი? პირველ რიგში ევროკავშირიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, ამასთან დაჩქარებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს, სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმსა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორთან ნდობას. ენერგეტიკოსები აღნიშნულ პროექტს მისი მნიშვნელობით ბაქო, თბილისი, ჯეიჰანს და სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს ადარებენ. თუმცა ამ ორი მასშტაბური პროექტისგან განსხვავებით, რამაც საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გაზარდა, წყალქვეშა გადამცემი ხაზი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვისაც იხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ ევროკავშირში დენი გაყიდოს. ეს კი ბუნებრივია, საკმაოდ დიდი კონტრიბუცია იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა სპეციალისტები ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევაზე მიუთითებენ. პროექტის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ქვეყანას საკმაოდ დიდი ტექნოლოგიური ნახტომის გაკეთება მოუწევს. ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ფაქტურად ქვეყანა უნდა მოემზადოს და შესაბამის გეგმა, ტაქტიკური გეგმა დადოს ტექნოლოგიური ნახტომისთვის, საინჟინრო ტექნოლოგიური ნახტომისთვის საქართველოს ენერგოსისტემაში. და ეს არის განვითარება საერთოდ ახალ დონეზე ასვლა და უამრავი ამოცანა გაჩნდება ჩვენ ქვეყანაში და ამას უნდა როგორც სახელმწიფოს, ისევე ყველა ენერგეტიკოსის ძალისხმევა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და ჩვენც ვიყავთ შესაბამისად მზად. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მოგცემს შანსს იმისას, რომ საქართველოში ვაწარმოოთ ელექტროენერგია და მოვახდინოთ მისი ექსპორტი, როგორც აქამდე ვაკეთებდით, არა მხოლოდ თქვა თურქეთში, სომხეთსა ან თუნდაც აზერბაიჯანში, არამედ უკვე ევროპაში, სადაც ამ პროდუქტის, მოდით ასე შევხედოთ, პროდუქტის ფასი დაახლოებით 3-4 მაინც უფრო დიდია და ეს ქვეყანას მოუტანს ბუნებრივია დოვლაც. ინვესტორებს რაც შეეხება, ცალსახად უნდა აღნიშნო, რომ ეს გარანტია არის გარკვეულწილად მათთვის, რომ მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოში გარანტირებულად გაიყიდება და გაიყიდება მათთვის მნიშვნელოვნად და საინტერესო ფასად. ამიტომ ინვესტორებისთვის კიდევ ერთი დამატებითი ეგრეთ წოდებული წამახალისებელი მექანიზმია, თუ რატომ უნდა ჩადონ ამ ქვეყანაში ფული ენერგეტიკის განვითარების მხრივ. ორმხრივი ინტერესების პროექტების სიაში შეტანით შავი ზღვის კაბელის პროექტი მიიღებს საჭირო სტრატეგიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, აცხადებენ ხელისუფლებაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით გააგრძელოს თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან. შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე აქტიურად ვარ ჩართული ამ პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში, წინასწარ ხდება ვითარების შესწავლა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით. კარგია, რომ მათ საკუთარი საინტერესო პროექტების ნუსხაში შეიტანეს, ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს ეს პროექტი. მართალია ზოგიერთი ევროკომისიის მხრიდან, რომელსაც თავისი პირადი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ, უარყოფის გულისხმობ. ხედავთ ცდილობებს, რომ არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის და რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დამარცხებენ, საქართველოს ვერ გადაახტება ვერავინ რეგიონულ თანამშრომლობის მნიშვნელობით, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი უპირველეს ყოვლისა არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში და ამიტომაც რა თქმა უნდა ეს პრიორიტეტი
ვერსად ვერ წავა. საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი. ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც ქართულ და ევროპულ, ასე ვთქვათ, ენერგოსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და კარგია, როდესაც ევროკავშირი ლოგიკურ და საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას იღებს, ამას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მხრიდან ექნება მხარდაჭერა და ხელშეწყობა. რა არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და რა ეტაპზეა გადამცემი ხაზის პროექტი? ის ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კილომეტრის სიგრძის და 1300 მეგავატის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი. ამასთან პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას. რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა ახლა პროექტი, სპეციალისტების ინფორმაციით ამჟამად მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის შესწავლა, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტში წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა გახდეს ენერგეტიკული ჰაბი რეგიონში და ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა მოახდინოს ევროპის ბაზრებისკენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფსკერის შესწავლა, ანუ ტექნიკურად რამდენადაც შესაძლებელია. ჩემი ზღარმარწმენი ძალიან მალე ჩვენ გვექნება უკვე დასკვნა იმისა, რომ ფსკერი მზადა არის იმისათვის, რომ განხორციელდეს ეს პროექტი. რა თქმა უნდა, აქ უსაფრთხოების საკითხები უნდა იყოს ბუნებრივია დაცული და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უკვე ვიხილავთ ამ ანგარიშს. ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიამ პროექტების მიღების კონკურსი 2024 წელს გამოაცხადა, სადაც სხვა ქვეყნების მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც იყო წარდგენილი და რომელმაც აღნიშნული სტატუსი მიიღო. ამასთან გასული წლის ივლისში იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩეზიმ დაასრულა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.